შევჩერდით მეგობრებო, მივდივართ ხანძთისაკენ და აქ წყაროსთან გულის და პირის დასაგრილებლად. Haydi. Kita gaulah masjid da kage pranchos. Davakchelet za xandztisaken. Davvedit. Akhalar არის სოფელიდან მაგისოფლიდან ვარ და 3 კილომეტრის იქ. გზას კლარჯეთისკენ დავადგით. ეს შერეული ემოციებით სავსე ვიდეო ასახავს არაერთგვაროვან განწყობას, იუმორს, ხიარულებას, სევდას, მოულოდნელობას, აღფრთოვანებას, ცრემლს, ტკივილს, სინანულს, სიყვარულს და კიდევ ბევრ რამეს. ხო, რაც მთავარია, სირცხვილს. მიუყვები მოწესრიგებულ, დაუსრულებლად გადაჭიმულ გზას. გაივლი თანამედროვედ გამართულ გვირაბებს და ამ თანამედროვეობაში ვერაფრით წარმოიდგენ, რომ უცებ აღმოჩნდები სადღაც. მიუსაფარში დამყუდროებულ, თითქოს სამყაროდან განმარტოვებულ კლდოვან ადგილებში. გაივლი გზას, სადაც ფიქრობ, რომ ადამიანის არა, მხოლოდ უფლის ხელი ურევია მის არსებობაში და უცებ აღმოჩნდები წარმოუდგენელი ტკივილის წინ. აყოლებ სივრცეს თვალს და ზევიდან გადმოგცქერის ხანძთის მონასტერი. მაშინვე გიჩნდება განცდა, რომ გელოდა და თვალი გზისკენ ეჭირა, თითქოს 102 წლის გრიგოლ ხანძთელს. Ძვირფასო მეგობრებო, როგორც იქნა, გამოვიარეთ ეს გზაწვრილი, ასე რომ ვთქვათ და მოვედით ხანძთაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გუმბათი ჩამონგრეულა, გუმბათი იყო ძალიან სავალალო მდგომარეობაში და ახლა მინდა გაჩვენოთ ეს უძვირფასესი ტაძარი, რომელიც გრიგოლ ხანძთელის საძვალეცაა. შენ კი მაშინვე გრძნობ თავს დამნაშავედ და მუხლებით ეხები მიწისკენ აწვდილი აღმართებით ამავალ გზას. მეგობრებო, თუ გინდათ ეს სასწაული ნახოთ, უნდა გარისკოთ და გამოხვიდეთ. ძალიან რთულია, მაგრამ მაინც ამოვედი. ჯოხი მომიწებნეს, რომ ამოვიდე აქ ჯოხთან ერთად დახმარებით. თითქოს დაჩოქილი აღყავხარ უფალს, რომ ის ცოდვა გამოისყიდო მის წინაშე, რასაც საუკუნეებმა მიწა მიაყარა. ნანგრევებში მოაქცია და ურჯულოებივით ცულები დაულეწა ქრისტიანული საქართველოს მშენებლობისთვის. იმ საქართველოსა, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან დაიწყო ღირსმა გრიგოლმა, თავის მოწაფეებთან ერთად, რწმენისა და განათლების განსამტკიცებლად, რომელსაც ხმალი უნდა ჩაენაცვლებია ქართლის განსათავისუფლებლად. ტერფები მეწვის, მუხლები მტკივა. თვალებით სრემლის ტბებია, იქრომ ძაფივით ვზომეთ ხანძთელის მიწა, ვნებით გეახელ წმინდაო გრიგო. ტერფები მეწვის, მუხლები მტკივა და ძარღვებს თითქოს ასკდებათ სისხლი.
აქ როგორ მოდი წმინდაო გრიგოლ დღეს რატომ გქვია ხანძთაო სხვისი ტერფები მეწვის მუხლები მტკივა ჩოქვით კი არა სინდისით უფრო გრიგოლ ხანძთელო სამშობლოს წირვავ აქ არის შენი საძულე საუფლო და მაინც მუხლები მტკივა ტერფებს მიწაწვავს ჩემო გამჩენო რამდენ უიღბლო განთიად სიტან და მაინც მშვიდობ გრიგოლ ხანძთელო თუ არა უფლის ხელი და უზენაესობა აქ კაცი როგორ მოვიდოდა ტაძრის ასაგებად დიახ ეს იყო 784 წელი ისტორიული წყაროების ცნობით სულიწმინდა ოპიზის მონასტერში დამკვიდრებული წმინდა გრიგოლი ხანძთაში მიიყვანა აქ მას მარტომყოფი ბერი ხუედიოსი დახვედრია ბერმა სტუმარს მიდამოები დაათვალიერებია და გრიგოლმა ადგილი მონასტრის ასაშენებლად ძალიან მოიწონა პირველად აქ ხის ეკლესია და ბერების სენაკები აიგო მოგვიანებით აშენდა დიდი დარბაზი სატრაპეზოსთვის მე-9 საუკუნის დასაწყისში გრიგოლმა ადგილობრივი დიდებულის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური და მორალური მხარდაჭერით ქვის ეკლესიაც აღმართა გურგენ კურაპალატიშვილმა აშოტ კუხმა მე-9 საუკუნეში აქ გრანდიოზული მშენებლობა წამოიწყო რომელიც ერისთავმა გურგენმა დაასრულა მშენებლობის დაწყებამდე დიდი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულა ეკლესიისთვის ციცაბო კლდე დაუვაკებიათ ჩავარდნილი ადგილები თაღებით მოუსწორებიათ აღმოსავლეთ მხარეს კი საყრდენი კედელი ამოუყვანიათ ტაძრის ასაშენებლად საჭირო ქვა და კირი ციცაბო ბილიკებით ძალიან შორი მანძილიდან მშენებლებს ზურგით მოუტანიათ მერვე მე-10 საუკუნეებში ხანძთის მონასტერი იყო ქართული განათლებისა და მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი ხანძთაში მოხვეწე პირთაგან წმინდა გრიგოლ ხანძთელის გარდა აღსანიშნავია არსენ დიდი ქართლის კათალიკოსი გიორგი მერჩულე რომელმაც სწორედ აქ ხანძთაში დაწერა 950 წელს ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა საბა იშხნელი და მრავალი სხვა ოსმალეთის იმპერიის მიერ კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ხანძთა დაიცალა და დავიწყებას მიეცა მივიწყებული მონასტერი მკვლევართათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1899 წელს იდენტიფიცირების და ლოკალიზების საკითხი ბოლო დრომდე იდგა ისტორიულ სინამდვილეში რადგან მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში ხანძთის შესახებ არაფერი იყო ცნობილი მიუხედავად იმისა რომ 1855 წელს ჯვრის მონასტრის ქართულ ხელთნაწერებში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება პეტერბურგელმა ქართველმა მოღვაწემ ნიკო ჩუბინიშვილმა იპოვა 1888 წელს ჯერ კიდევ უცნობი იყო ამ ისტორიული ძეგლის სახელწოდება მაშინ როცა კლარჯეთის მონასტრები აღწერა აკადემიკოსმა პავლინოვმა ხანძთის გუმბათი სამეფო გვირგვინს გავს რომელიც 12 წახნაგა გუმბათის ყელს ამშვენებს თუმცა ამჟამად დამსხვრეულმა გვირგვინმა თითქოს ტანჯული ეკლესიის ბედი გაიზიარა თუმცა არქიტექტორ ამონას იმდენად მყარი კონსტრუქცია შეუქმნია რომ მან 1000 წელზე მეტს გაუძლო და დროის შეტევას მთავარ სარდალივით გაუმკლავდა მიუხედავად იმისა რომ დრომ გუმბათის სახურავი ჩამოანგრია და ოქროსა მაძიებლებმა საყრდენი ბოძი გამოაცალეს მაინც დგას ძლიერი ბერიკაცივით რომელიც ჯეელად გამოიყურება სინამდვილეში კი დახმარების მოლოდინშია რადგან უსასრულოდ ვერ გაძლებს ნანგრევებში კი თითქოს გრიგოლ ხანძთელის სხეულთან ერთად სულიც მიმოფანტულა ისეთი შეგრძნება გეუფლება მონასტრის დასავლეთ მხარეს არსებული ორსართულიანი სამრეკლო ძველივით უდგას ტაძარს რადგან უკეთ გამოიყურება იგი მე-14 საუკუნეს მიეკუთვნება ძალიან ემოციურია. ძალიან და მან ვაში ხილა რა თუნდა გრიგოლი მოვიდოდა და გრიგოლ მაცი ხილა რომ მაგ მოვიდოდა და ერთმანეთის შეშახდნენ როგორც დიდი ხის ნაცნობები
ტაძრის აგების შესახებ ლეგენდები დადის სოფელში. ჭოროხის გაღმა შორს სოფელ სამწყარიდან ფორთამდე გამწკრივებულ ადამიანებს ხელიდან ხელში მიწოდებული ქვებით ამოუტანიათ ტაძრის ასაშენებელი მასალა და ეს ტაძარი ისე აუშენებიათო. ღირსი გრიგოლი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში 861 წელს 5 ოქტომბერს. წმინდანის ნეშტი საკუთარი ანდერძისამებრ დაკრძალეს ხანძთის მონასტერში. ჩვენმა ჯგუფის წევრებმა აქვე უგალობეს კიდეც გრიგოლ ხანძთელის სავანეს. კაცი როდის povadია წინ დღით ტაოს ტაძრები მოვინახულეთ. გვიან ღამით ჩემი ჯგუფის ყველაზე პატარა წევრი ბესო თოდრაძე ამ ლექსებს მაცნობს, რომელიც ემოციას მოყოლია და დაუწერია. მე ისევ დგავარ ტაოს მიწაზე, კვლავ აბობოქრთა ჩემში წარსულ, იშხნის ტაძარი ბანა ხახული, ტაო კლარჯეთი ჩვენ გვაქვს ზღაპრული, ტაო კლარჯეთში ხმა მეფეთა, ხმა ის ისევ გრიგოლ ხანძთელის და მისი წმინდა ცხოვრება დღემდე გამარჯვებაა ყველა ქართველის. ვინ ისაკუთრებს დღეს ტაო კლარჯეთში, ვინ სურს ატკინოს ქართულ წყულები, მაინც ვერ შეძლებთ არ გამოგივათ, რადგან მყარად დგას ქართულ ფესვები. აჰა ჩვენ დგავართ კვლავ ჩვენს მიწაზე და მომავალი ისევ ჩვენია. უფალთ მუხ მოყრით ვეთყო ნადლობას, თხოლ დაგვილოცოს ქართულ თერი. ერთი ტაში კიდედ მიუძღვნათ. უფალი არის ყოვლის მხილველი, უფალი არის სიმშვიდე წმინდა, სახიერი და შემოქმედია ის ყოველივეს ხომჩვეთვის ქმნიდა. არ დაუფასეთ ეს სიყვარული, არ დაუფასეთ მას ერთგულება, ედემის ბაღი წყალს გავატანეთ და ბილ ცოდვებში ჩვენ პოვეთ შვება. უფალი მაინც პატიობს ცოდვებს, მიმტევებელი ჩვენი მესია. ამ ყველაფრის და მიუხედავად, ჩვენს გულებში კი მაინც გესლი. ბრავო. უცრემლოდ, უტკივილოდ და განცდების გარეშე შეუძლებელი იყო აქედან წასვლა. მეც ერთი ტკივილიანი ლექსით დავემშვიდობე ხანძთას და ასე ცრემლები და გულისტირილი არ შენელებულა ჩვენს მეგობრებშიც. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა კლარჯეთში ვართ, კერძოდ ხანძთაში. ეს ის ტაძარია, რომელმაც მე ვფიქრობ, რომ გადაარჩინა საქართველო. თავისი რწმენით, თავისი განათლებით, განათლების კერებით და გრიგოლ ხანძთელს უკავშირდება. მე მინდა ერთი ლექსი წაგიკითხოთ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ დავწერე, როდესაც ტაო კლარჯეთში მოგზაურობდი, ჩემი ერთ-ერთი მოგზაურობა იყო და ალბათ ძალიან უპრიანი იქნება თუ ამ ადგილიდან შემოგთავაზებთ და წაგიკითხავთ ამ ლექსს. ბიარები ვეწვავ ხიდებს თამარ მეფის ნატერფალთან, გრიგოლ ხანძთელის საძვალეს ბაგრატომანთ ნასახლართან, იმათ შვილის შვილის შვილთან, მათი სკივრის შემნახველთან, ნეტავ იმ ძველ საქართველოს, ჩემი თვალით შეგახედათ. სული მთებში მოუნახავთ, საიდუმლობს მთა და ბარი, მიվել ნახე ძველი იქ რომ საქართველო არის, გარედან რომ მზეავითომ, შიგნით გულში ცეცხლის ალი, ვიღაც ჩვენებურსა მღერის ხმაში ტკივილები არის, ბიარები ვეწვავ ხიდებს, სოლომონის ძვლების ალაგს, ბაგრატომანთ ნავალ მიწას, სხვად ვატოვებ ცრემლის მარაგს, ყველაფერი მოსჩანს ტერფად, თაბარივით კაცის ჩვევა, ერთ დროს შვილი დედისგან შორს დედინაცვალს რომ ეჩვევა, მერე ვითომ კარგად მოვლილს, სახეზე სულ ღიმილიანს, გარედან რომ დარდი არა, მაგრამ გულში ტკივილი აქვს, პური რომ აქვს სხვაზე მეტი, შიმშილი რომ არ აწუხებს, მაგრამ სული რომ უტირის გული იტანს სხვა მარწუხებს. ასეთია საქართველო, იქ მთებში რომ ყნესის მღერად, საზღვრის იქით ჯერ ქართველმა უტკივილოდ ვერ იმღერა, მე სულ ფიქრობ მათი ზნემჭირს, უამცაოდ ვერ ვიქნები, იქ რომ მივალ, აქ რომ მოვალ. უცხო არ ვარ,
ამ სამშობლოს გეფიცებით. გაგრატოვანთ სისხლის შვილთა, მათი მიწის შემნახველთან, ნეტავ ამ ძველ საქართველოს, ჩემი თვალით შეგახედათ. მეგობრებო, ეს ემოციები გვჭირს თითოეულს. და მე მგონი სხვანაირად არ შეიძლება. მე მგონი სხვანაირად მართლა არ შეიძლება. ჯერ ძლივს ამოვედი აქამდე და რომ მოვედი და არ მოსულიყავი, ალბათ თავს არ ვაპატიებდი. ეკა ჩვენი ძვირფასი ეკა სულ ტირილით ავიდა და ჩამოვიდა. მართლა ძალიან ნერვიულობ, ძალიან ღელავ, ჩემთვისაც 1000-ად ტკივნეულია და აწიც კიდე სიცოცხლის ბოლომდეც გაგრძელდება. ვინც იცით ამის მნიშვნელობა და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველმა იცით, ვფიქრობ, რომ ეს ცრემლი და თქვენი ცრემლი ძალალი უნდა იყოს ამ მიწისთვის, წმინდა გრიგოლ ხანძთელისთვის და ყველა იმ წმინდანისთვის, რომელთა საძვალეც აქ არის ტაო-კლარჯეთში. ეს ვიღაცას დარჩა? შეგია? მომიტევეთ. მადლობა მაიკო. წამოვედი კლარჯეთიდან კი არა და ვაიმე საიდან წამოვედი. ხანძთიდან წამოვედით ხალხო, მაგრამ ისეთი ემოციური იყო. ისეთი ცრემლიანიც იყო, ისეთი სულ მუხლებზე დაჩოქილი ავედით, ისეთი ადგილია და მე ვფიქრობ, ასეთ წმინდა ადგილზე დაჩოქილი უნდა ადიოდეს ადამიანი სწორედ. მართლა ასია. წელში გამართული ასეთ ადგილზე არ უნდა მიდიოდეს ადამიანი და ვერც მივა. ესეც ბუნების კანონზომიერებაა. ძმათა საფლავებს შორის ხანძთაში განისვენებდა თან უფრო წუხარ, რომ ციხე ტაძართ ვერ დაფარვაში, ვერ დახსნაში და ნგრევაში ქუხარ. წმინდაო მამავ გრიგოლ ხანძთელო, წუხვარ დღეს ცივაერსა და მიწას. ისე არ არის დღეს საქართველო შენ რომ აშენე, ვერავინ იცავს. ტაო-კლარჯეთის კურა პალატთა, ბაგრატოვანთა სამარხთა მცველო, შენ რომ წახვედი, რა არ გადახდა შენს საქართველოს გრიგოლ ხანძთელო. ის კი არა და ვეპოტინებით, ენის და რწმენის ჭიდილში ვბორგავთ, მთებს გავხედავ და ასე მქონია, ჯვარზე გაკრული უფალი მოჰყავთ.